თქვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღეს, შეგვეციოს დღევანდელი წირვის მადლი და გაგვატანოს უფალმა მადლი, ვისვისაც ვილოცეთ, ვისისაც ვილოცეთ, შეისმინოს ჩვენი ლოცვა ვედრება უფალმა. დღევანდელ სახარებაში ასეთი სიტყვები იქნა ამოკითხული, როდესაც ივანე შეიპყრეს და მაცხოვარმა იწყო ქადაგება და მაცხოვარი ქადაგებდა. შეინანეთ რამე თუ მოახლოებულარ ცათას საზუფეველი. 2000 წელია დაახლოებით ეს სიტყვები გაისმის სახარებიდან და ყოველდღიურად გვესმის, რომ უნდა შევინანოთ და უნდა მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები. ხშირად გვსმენია სიტყვები ბოლო ჟამია, ბოლო ჟამი. არ უნდა გვეგონოს ბოლო ჟამი თითქოს ეს უახლოესი 20 და 10 წელია. ბოლო ჟამი არის მაცხოვრის აღდგომიდან და ამაღლებიდან ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ანუ ის პერიოდი, როდესაც მაცხოვარი აღდგა და ამაღდა, იმ პერიოდიდან დაიწყო ბოლო ჟამი. ანუ ჟამი, სხვა ჟამი სინანულის აღარ იქნება. ამ ქვეყნად, როდესაც მოვდივართ, ამ ქვეყნად უნდა ვიყოთ სინანულში. და როცა აღვესრულებით, ღმერთი გვაპატიებს იმ ცოდვებს, რომლის სინანულიც ჰქონდა და მადლით ღვთისათა დავემკვიდრეთ ცათას სასუფეველს. ამიტომ ყოველდღიურად უნდა ვცდილობდეთ, ყოველდღიურად ჩვენ ცხოვრებაში, რომ დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და გვაქვს თუ არა ამ ყველაფრის, ამ ცოდვების სინანული. და თუ არ გვაქვს, მაშინ არ ვართ შემსრულებელი მაცხოვრის სიტყვების და მაცხოვრის სიტყვები უარყოფილი გვაქვს ჩვენივე ცხოვრებით. ღმერთმა შეგვინდოს და გვაპატიოს და მოგცეს სინანული. უახლოეს დღეებში გვაქვს დიდი დღესასწაული ნინოობა, გილოცავთ წინასწარ სამების საკათედრო ტაძარში ლოცვა დაიწყება 5 საათზე, ხოლო ნინოობის წირვა დაიწყება 10 საათზე. დღევანდელ დღეს კალენდარში მითითებულია მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით, რომ უნდა აღესრულოს მეფე ერეკლე მეორის სახელზე პარაკლისი და პანაშვიდი და ეხლა შევასრულებთ ამ პანაშვიდს.